არ გამართლება ბრჭყალებში ჩვენი სულის ცხონების საწინდარია და ეს არის ღვთის დიდი მოწყალება. ასე რომ ბევრჯერ შეიძლება ადამიანი რო ფიქრობს ახ როგორ გამიმართლა შეიძლება იცოდეს რომ ეს არის მაგალითი იმისა რომ აი ამ გამართლებით ცხვირი წაიმტრიოს რაღაც მომენტში ხო და ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მადლიერი ვიყოთ უფლისა გამართლებაშიც და არ გამართლებაშიც მაქსიმალურად მადლიერი უნდა ვიყოთ ბედნიერებისთვის და ნაწილობრივ განსაცდელებისთვისაც თუ კი ადამიანი ამას ყველაფერს გაიაზრებს მერწმუნებს რომ ეს ადამიანი ბედნიერი იქნება იმიტომ რომ მას გააზრებული იქნება უკვე რომ ღმერთი არის ის რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს რომელსაც ყველაზე უკეთიც ის მისი მომავალი და ყოვლის შემძლეა და აი ამ სამი საკითხიდან გამომდინარე ღმერთი არის ის რომელიც ჩვენთვის ზრუნავს ამიტომ ბრძანებს პავლე მოციქული რომ მარადის გიხაროდენო რა უნდა გვიხაროს იმიტომ რომ ღმერთი გვყავს ჩვენ დაგვბადა და ღმერთი გვყავს რომ ჩვენი სულის ცხონებაში ხელი შეგვიწყოს ღმერთმა ყველას გვაღირსოს ამინ